გამშვების მიზრულს კულტურის ამბები თბილისის რიგით მეხუთე ჯაზ ფესტივალი ჩიკ კორეას კონცერტი დასრულდა. ჯაზ მუსიკის ბოლო 50 წლის საუკეთესო შემსრულებელი და 18 გრემის მფლობელი მუსიკოსი ქართველი მაყურებლის წინაშე მაგ ბლაითთან და ბრაიან ბლეითთან ერთად წარსდგა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. საათნახევრიანი კონცერტის შემდეგ ფესტივალმა ივენთ ჰოლში გადაინაცვლა, სადაც ჯემს ეიშენი, ბექა გოჩიაშვილმა მეგობრებთან ერთად გამართა. ქართველი პიანისტი ამერიკიდან სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოვიდა ივენთ ჰოლში, ბექასთან ერთად ქართველმა მუსიკოსებმაც დაუგრეს. ჯემს ეიშენში მონაწილეობა ჩიკ კორეამაც მიიღო. ჩემთვის ულოცავ, რომ ესეთ გენიოსთან დაუკარით ჩემ ქვეყანაში. ეს პირველად მოხდა, რომ საქართველოში მე და ჩიკ კორეამ დაუკარით ერთად. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიამოვნება იყო ჩემთვისაც, ჩიკისთვისაც, ქრისტიან მაკბრაითისთვისაც, ბრაიან ბლეიდისთვისაც და მთელი საქართველოსთვის. არაჩვეულებრივი დღე მქონდა დღეს. ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ლაივში ვნახე ეს სასწაული, რომელსაც ქვია ჩიკ კორეა. სამწუხაროდ აქამდე არ ყოფილა არასოდეს. დღეს ვნახე, როგორ იქნება მუსიკა სცენაზე. ფესტივალმა ისევ და ისევ გაამართლა. როგორც ჩანს, პროგრამა ისევ იყო საკმაოდ საინტერესო, ძალიან მრავალფეროვანი. მოუთმენლად ველოდებით ჩვენ მსმენელს, ჩვენ მაყურებელს უკვე ახალი წლის შემდეგ აქ ივენთ ჰოლში ძალიან საინტერესო ჯაზ სერია ელოდება და შემდეგ ისევ ზაფხულის ფესტივალი.